დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში თემაზე ტურიზმის განვითარების პერსპექტივები გურიაში დისკუსია გაიმართა. შეხვედრის მიზანი გურიის მხარის ტურისტული პოტენციალის შეფასება იყო. დისკუსიაში მონაწილეობა ლანჩხუთის ოზურგეთისა და ჩოხატაურის კულტურის სამსახურის სპეციალისტმა, ტურიზმის განვითარების ცენტრისა და შეპესე გურია თრეველის ხელმძღვანელებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან ერთად მიიღეს. დისკუსიაზე ასევე ტურიზმის განვითარების რამდენიმე მიმართულება განიხილეს და თავიანთი აზრი დააფიქსირეს. მთლიანობაში, დამოკიდებულებაში ეტაპობრივი განვითარების ჯაჭვია საერთო ტურისტული ბიზნესის განვითარება. თუ ჩაერთვება ამ საქმეში სამთავე მუნიციპალიტეტი, თუ გაიზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც დაინტერესდება ამ ბიზნესის ამ დარგის განვითარების, იქნება ჯანსაღი კონკურენცია. და შედეგი დაიდება, ხედავ რაღაც რეალურს, რომელიც შექმნის იმის პრეცედენტს, რომ ამ დარგს, რომელიც მოიცავს აბსოლუტურად ყველა მიმართულებას. როგორც სუბუქი, ასევე მძიმე მრეწველობის, ასევე გართობის, რა ვიცი, აბსოლუტურად ყველანაირ სექტორს სპექტრს მოიცავს. გამიგედა. კარგია ეს, დადებითია და მისაღებია. პირველ რიგში უნდა შეიქმნას უნდა მოეწყოს ინფოტური, რომელშიც გაერთიანება და სამივე მუნიციპალიტეტი მიიღებს მონაწილეობას და უნდა მოვიწვიოთ ტურისტული კომპანიები, რომელიც ორიენტირებულია შიდა ტურებზე და გამომდინარე აქედან უნდა გავაცნოთ გურიის პოტენციალი და ესე სინქრონულად უნდა მოხდეს ამ ყველაფრის პრეზენტაცია და მოგეხსენებათ, რომ პრომოუშენს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ ყველაფრით გაუკეთდება მას რეკლამირება გურიის რეგიონს. ვფიქრობ, რომ გურიას ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია და ამას ყველაფერს რა თქმა უნდა ძალიან დიდი თანხები სჭირდება. ადგილობრივი თვითმმართველობა მარტო ვერ აიღებს ამ პასუხისმგებლობას და ვფიქრობ, რომ ცენტრალური ხელისუფლებიდანაც უნდა იყოს დაინტერესებული. გურიის რეგიონში ტურიზმის განვითარების საკითხი ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სამივე მუნიციპალიტეტში პრიორიტეტულია.